Ჯობო მეგობრებო, დღეს კვლავ მინდა გესაუბროთ ტარიფების ომთან დაკავშირებით. გლობალურად სერიოზული რყევები მიმდინარეობს სოფლიო ბაზარზე, მაგრამ სანამ გლობალურ საკითხებს შევეხებოდე, მანამდე მინდა ერთ ჩემი შეცდომა გამოვასწრო, რომ წინა ვიდეოში ვახსენე, რომ ტყემალი ტარიფების გაზდის შემდეგ, საბაჟო ტარიფების გაზდის შემდეგ, რა მოხდება მეთქი, რომ დავუშვათ $12-14-დან 20-მდე გაიზარდოს, თქო და სერიოზულად შევწდი, იმიტომ რომ მე თვითონ კონსერვირებულ პროდუქტს არ მოვიხმარ, იმიტომ რომ ჩემი ჯანმრთელობის პრობლემების გამო სერიოზულ დიეტაზე ვარ. აქედან გამომდინარე, ეს ამბები რომ დაიწყო, ინტერნეტით გავიგე ფასი და ის ფასი გითხარით. რეალურად სხვაგვარად არის საქმე, აბსოლუტურად სხვა ფასი აქვს და ეს მცირეოდენი ასორტიმენტი შევკრიფე იმ პროდუქტებისა, რასაც საშუალო სტატისტიკური ქართველი მოიხმას ამერიკაში. დავიწყოთ იქიდან, რომ ეს არის პირველ ჯერზე განვიხილოთ ტყემალი, რომელიც ღირს $5. ამ $5-ში 8%-იანი ანარიცხი შესულია, იმიტომ რომ $5 აწერე და $5 ავიღე. იმ 8%-ზე გეტყვით, რას გულისხმობ, აი ღვინოზე რომ მივალ. ყველაზე დიდი კონკურენცია ქართულ პროდუქტში აქვს კონსერვებს და რას გულისხმობ. აი მაგალითად ტყემალი რამდენიმე ბრენდის არის წარმოდგენილი. მე უბრალოდ ყველაზე ჩემთვის საყვარელი და ასე ვთქვათ, მეტნაკლებად ყველაზე ლიკვიდური პროდუქტი ავიღე. ეს არის მარნეულის მწვანე და როგორც გითხარით $5 ღირს. გამომდინარე იქიდან თუ ეს 10% წაემატება ამას, ეს გაძვირდება, რამდენით. დავამგვალოთ $5, შეიძლება $5.50 ღირდეს. ხანდახან დავუშვით გახდება $6. 10% $5.50. ეს ვამბობ პირდაპირ, იმიტომ რომ გასაგებია, როცა სატარიფო ღირებულება იზრდება, ეხლა პირდაპირ ფიქსირებულად არ აისახება ხოლმე ღირებულება თანხაზე, სარეალიზაციო თანხაზე, აქ კიდე შეიძლება სხვა ანარიცხი მოხდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე რას ვთქვი, $12-14 და პლუს კიდე $20, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რეალური ფასი არის ეს. და პარემ ყველაზე როგორც გითხარით, ყველაზე ისეთი ლიკვიდურ პროდუქტს გეტყვით. ასევე კონსერვებიდან არის კაკლის მურაბა, რომელიც ღირს $6 და ეს არის ქართული პროდუქტი, მე არ შემიძენია აქ კაკლის მურაბა, მაგრამ როგორც განკვიდელება მითხრეს, ასეთი ძალიან ლიკვიდური პროდუქტი არისო. კაკლის მურაბა მე მახსოვს და ჩემ თაობას მოგიხსენებათ ალბათ, როცა სამტრაში მზადდებოდა, საექსპორტოდ გადიოდა საბჭოთა კავშირის სახელით. უგემრიელესი რამ იყო, კაკლის მურაბა სახში არავინ არ აკეთებდა, იმიტომ რომ ნույნად კარგი იყო. ეს ბრენდი არის, ესე ქვია, ოქროს საწმისი. რუსულადაც აქვს დანამატი, ეს ღირს $6, შესაბამისად 6.60, ესე მარტივად. ეს არის ასევე ჩემი ნაცნობი განკვიდლების რჩევით მომწეს, ეს არის მიქსი წვენი, რომელიც არის ნატურალური, ესე ამბობენ, არის კულას წარმოების. ესეც ძალიან ლიკვიდური, წვენებშიც დიდი კონკურენცია ქართულ მომწოდებლებს შორის. ეს ღირს ასევე $5. ასე იგი $5.50 მაქსიმუმ $6. რაც კონკურენციაში არ არის ერთმანეთთან, ეს არის მინერალური წყალი, როგორც ადრე გითხარით, ეს არის ნაბეღლავი და ბორჯომი. ვეძებდი ასევე ლიკანს ახლო-ახლო, მაგრამ არ იყო, მაგრამ პლუს-მინუს ერთი ფასია. ამათი ფასი არის მერყეობს, გააჩნია მაღაზიას, გააჩნია მაღაზიის სიდიდეს, არის მაღაზია თუ არის სუპერმარკეტი და გააჩნია კიდე ვის მფლობელობაშია. ფასი მერყეობს $2-დან $2.50-მდე.
ისინი არის ლიტრი მოცულობის და თანაბარი ფასი აქვს. ასევე იყო ერთ დროს წარმოდგენილი ალბათ თუ არ მეშლება 8 წლის წინ შემთხვევით წავასწრი ფლატეს. ეს ყველაზე კარგი სუფრის წყალია, ნეიტრალური, ანუ მართლა სუფრის წყალი, უბრალოდ კარგი ხანი არ მინახავს. ის კი არა, ლიკანსაც აღარ ხდება უკვე კარგი ხანია. და მე ბოლოს გადავალ ღვინოზე. რო ახსენე 8%. ანუ ამერიკაში როგორ არის? როცა მიდიხართ დახლიდან იღებთ პროდუქტს, ეს პატარა მაღაზიას არ ეხება. მე ვამბობ, აი, სავაჭრო ქსელის ნაწილები რო არიან, სუპერმარკეტები ან საშუალო ზომის მარკეტები, აწერი ერთი ფასი. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ რო სალაროსთან მიხვალთ და ჩეკაუტს გააკეთებთ, იგივე თანხა დაждდება, ამას დაემატება 8%. ნუ 8%-ში შედის შტატის ანარიცხები და ფედერალური ანარიცხები. და ნუ ჯამში ეს შეადგენს 8%-ს. ამ პროდუქტებზე ეს როგორც გითხარით, აღრიცხული იყო უკვე ღირებულებაში, ნუ დათვლილი იყო როგორც ჩანს. ხოლო რაც შეეხება ღვინოს, ნუ ეს ღვინო ვიყიდე უფრო მოზრდილ მაღაზიაში, ასე ვთქვათ, საბრენდო საფირმო მაღაზიაში და ღვინო ღირდა $21 და რაღაც ცენტები, გამომივიდა $23 და რაღაც ცენტები, შესაბამისად ზუსტად ის 8% დაემატა და ნუ ახლა ვისაუბროთ იმაზე, როგორც წინა ვიდეოში თქვი, რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება ქართული ღვინო აი გაზრდილი ტარიფების შემდეგ. ნუ გამომდინარე იქიდან ახლა თუ უკვე სარეალიზაციო ფასი ამ კონკრეტული ღვინისა არის $23, ნუ დიდი არაფერი ტრაგედია არ იქნება თუ 8% დაემატება, ანუ ხო 10% დაემატება, ანუ 2 და 30 ცენტი. და დაუშვათ 23 ცენტები იყიდა საპირობითად, ნუ 25-26 რო გახდეს. და ნუ ყველაზე დიდი კონკურენცია ხა ამ პროდუქტებში გასაგებია, რომ კონსერვი შეიძლება იყოს კიტრის, წნილის, ციცაკის, ასე შემდეგ იგივე მურაბები არის წარმოდგენილი რამდენიმე ბრენდი, ნუ 5-6 ბრენდი, ასევე წვენებში, ასევე ტყემალში, მაგრამ ყველაზე დიდი შიდა კონკურენცია ქართულ პროდუქტს აქვს ზუსტად სასმელში. მრავლად არის წარმოდგენილი, მე უბრალოდ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ხარისხიანი ღვინო წამოვიღე. ნუ ეს კონკრეტულად ეს არის ბაბადიშის ხიხვი, უგემრიელესია და ნუ მაგალითისთვისაც ეს ავიღე. არის ღვინოები, რომლებიც ღირს $18, $15-დან ზემოთ და ნუ არის ღვინოები, რომელიც ღირს მაგალითად წითელ ღვინოებზე საუბარი, ეს არის საფერავი, ეს არის ეხლა ვეგეტყვით რამე რომ შემისავალ 750 გრამიანი, ანუ ტრადიციული სტანდარტი, რასაც თბილისშიც მე მგონი ეს სტანდარტია, მაგრამ მაგალითად არის ღვინოები, რომელიც არის ლიტრამდე 900 რაღაც გრამია, სხვანაირი საზომებია მოკლედ. და საფერავი მაგალითად რაღაც 950 გრამიან ბოთში, შეიძლება იყოს $60, $65. ასევე ცნობილი ბრენდების ესეთი ეტიკეტზე ხელნაწერით და ასე შემდეგ, ანუ რასაც ეძახიან handmades. და აი ეს 8% ზუსტად აისახა ამაში, ანუ ფასიედო 21 და რაღაცა და ნუ გადავიხადე 23 და რაღაც. აი ზუსტად ის 8% აისახა. ეხლა ფაქტობრივად აი ეს ნაირსახეობა ამ პროდუქტისა ამას მოიხმარს, როგორც გითხარით, თითქმის უმეტესობა ქართველობის, ვინც ამერიკაში ცხოვრობს. რაც შეეხება პურს და ცომელს, ნუ ეს ყველაფერი აგზადდება. ერთი არის კიდე საკვები პროდუქტებიდან, რომელიც ამერიკაში მზადდება, აქ იწარმოება უოლდ მე ვერ ნახე, სულგუნი, ოღონდ ვაკუუმის ცელოფანში. და ნუ სპეციფიური გემო კი ხა იმ სულგუნთან არაფერი კავშირი არ აქვს, რაც საქართველოში იყიდება, მაგრამ ნუ ყველია, ჩვენებურია, რომელიც მზადდება ამერიკაში. აი ძირითადად ეს არის. დანარჩენი კიდე ერთხელ ვიტყვი, როგორც წინა თქვი, არის კიდე რაღაც სპეციფიური ქართული პროდუქტი, რომელსაც ყავს კონკრეტული მომხმარებელი და რომელიც ბაზარზე არც გადის, ანუ ვინწოდებლიდან ადრესატამდე ჩადის და ნუ ეხლა იქ როგორი ფასია და რა არის, სპეციფიურია და პრინციპში განხილვათაც არ ღირს. აი ეს არის მოკლედ ჩვენი ექსპორტიორების
პროდუქტი, რომელიც ყოველთვის იქნება ამერიკაში, იმიტომ რომ საკმარისი მომხმარებელი ყავს და როგორც გითხარით, ხა ის 10%, ბევრი ვერაფერი ტრაგედია, როგორც შემოდიოდა ქართული პროდუქტი, ასევე შემოდიოდა. ხა გავშლი საკითხს უფრო გლობალურად და დღეს ტრამპი გამოვიდა სიტყვით რესპუბლიკელთა კონგრესზე, საკმაოდ პომპეზური შეხვედრა იყო და მან განაცხადა, რომ ესე იგი იმ 185 ქვეყნის წარმომადგენლებიდან უმეტესობა მას დაუკავშირდა, საკმაოდ ესეთი სლენგით ლაპარაკობდა, ქუჩური სლენგით და ჩემი მწირი ინგლისურისა, ის მაინც გავარკვიე, რომ kissing my ass, ალბათ უკვე მიხვდით რასაც ნიშნავს, უკანალზე კუცნას. ეს მეხუწებიანო და მკუცნიანო უკანალზე, რამის რიგი დადგაოთ და აქედან გამომდინარეო, მე 75 სახელმწიფოს პაუზაზე დაუყენა ეს სატარიფო პოლიტიკა, 10%-ზე ჩამოიყვანა, გაათანაბრა 90 დღის განმავლობაში. შემდეგ ვნახოთ მოლაპარაკებები რას გვიჩვენებსო. ესე იგი, თავი ბოლო ამ ყველაფერი კამპანიისა იყო ის, რომ დაეყოლიებინა სოფლის უმრავლესობა თავის პირობებზე. და როგორც ჩანს, რაღაც ნაწილში გაჭრა, იმიტომ რომ რახან თუ ტრამპს ვენდობით, რახან რიგი ქვეყნების წარმომადგენლები უკვე გავიდნენ პირდაპირ კავშირზე და არის მოლაპარაკება, შეთანხმება დაუშვათ რა პროდუქტზე, დიფერენციაცია მოხდეს, კონკრეტულად ქვეყანას ტოტალურად 1% კი არა, აი იმ ქვეყნის მიერ ნაწარმოები პროდუქტის დიფერენციაცია მოხდეს, დაუშვათ ფარმაცევტიკულ პროდუქტზე ამდენი, დაუშვათ საკვებზე ამდენი და ასე შემდეგ. შედეგი ალბათ გამოჩნდება ერთ კვირაში, იმიტომ რომ როგორც მედია გვაცნობს, ეხა იქნება მთელი წყება სტუმრებისა, ვინც ესტუმრება ბატონ ტრამპს და განაგრძობენ მოლაპარაკებას ზუსტად სატარიფო პოლიტიკაზე. ეხლა ერთადერთი ყველაზე მძიმე საკითხი, რაც გლობალურ ეკონომიკას შეეხება, ეს არის ჩინეთთან დაპირისპირება. ჩინეთთან დაპირისპირება ყოველდღიურად კი არა, ყოველ საათობრივად იზრდებოდა, ყოველ შემთხვევაში ხსანო მე ამ ვიდეოს წერ ბოლო ინფორმაციით, ესე იგი, როგორც ის დაიწყეს 34%-დან, მერე ჩინეთმა დაუბრუნა, მერე ტრამპმა რო დაემუქრა, კვლავ აუწია, ბოლოს 84 დაადო ჩინეთმა და საბოლოო ჯამში ესი წილობიწილო დამთავრდა იმით, რომ დღის ბოლო დაიხურა იმით, რომ 125% დაუწესა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის პროდუქტს. და ეხლა მთელი მსოფლიო ელის ჩინეთის საპასუხო ნაბიჯებს. რა უნდა იყოს ეხლა საპასუხო ნაბიჯები? ალბათ ის, რომ უბრალოდ ჩინური პროდუქტი ამერიკის ტერიტორიაზე აღარ წამოვა. არ იგულისხმება ის, რაც პორტებში, სტოკებში დევს, უკვე რაც ქსელში არის, ან საწყობებში. იმასაც არ ვიცი რა ტარიფი დაედება. თუ ფორს მაჟორი მოქმედა, შესაძლოა ცვლილებები მიიღოს, მაგრამ ალბათ რახან ჯერ კიდე ეს საბაჟო გადმოკვეთილი ქონდა და ამერიკის ტერიტორიაზე, ალბათ ძველი ფასი წამოვა. ამას რა მოყვება? ამას მოყვება ძირეული ცვლილება ზოგადად მთელი მსოფლიოს ტვირთბრუნვაში და შესაბამისად ფინანსურ ბრუნვაშიც. მე ესეთი შეხედულება მქონდა, რომ 2022 წლის 24 თებერვალს, როცა რუსეთი შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე, მე მაშინ ჩავთვალე, რომ ეს ის აქტი იყო, რომელიც შეცვლიდა დღის წესრიგს მთლიანად თანამედროვე პოლიტიკაში, ცოტა ევროატლანტიკურ ზონაში. მაგრამ აი ამ ტრამპის მიერ გამოცხადებულმა სატარიფო ომებმა იმაზე მეტი ეფექტი მოახდინა, ვიდრე 22 წლის 24 თებერვალი. ბევრად მეტი, ბევრად საგრძნობი და ჯერ კიდე არავინ არ იცის ეს ყველაფერი როგორ დამთავრდება.
და მოლოდინია იმისა, რომ ამას მოყვება კიდევ არაერთი რყევა, როგორც ამერიკის შიდა ბაზარზე, ასევე ზოგადად მსოფლიო ბაზარზე. აი 90 დღიანმა მორატორიუმმა გამოიწვია ერთი დადებითი მოვლენა, რომ საფონდო ბირჟებმა ეგრევე მოახდინეს რეაგირება და ესე იგი წითელი ზონიდან კოტირებები ავიდა, ანუ გამწვანდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ზემო წავიდა ფასები. აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ესე ყველაფერი როგორც ჩანს ძალიან ბანალურ რამეს ვამბობ, რა თქმა უნდა გათვლილი ჰქონდათ ეკონომიკურ გუნდს, ეკონომიკურ ჯგუფს და აი ეს პირველი დანაკარგი რაც მიიღო მარკეტმა, საფონდო ბირჟამ, სტოკ მარკეტმა და ასე შემდეგ, იმის ამობრუნება უკან ხდება. ეხლა აქ დღეს მაგალითად ამ ცვლილების მერე რაც ტრამპმა განაცხადა იმ ნაწილი სახელმწიფოების, რომელსაც პაუზაზე დაუყენა სატარიფო პოლიტიკა. აქ შეიძლება იყოს მეორე მომენტი კიდე, რომელიც ეს არ ჩანს ფართოდ, ეს შეიძლება იყოს ის, რომ უბრალოდ კიდევ ერთხელ დაწონდეს და როგორც ჩანს რისკები აჭარმებდა მოლოდინს და შესაბამისად იმიტომაც 90 დღით ქვეყნების გარკვეულ რაოდენობაზე შეაჩერეს ეს ყველაფერი. თან კითხვის ნიშნებს ბადებს ის, რომ ყოველ შემთხვევაში ეხლა აი ამ ვიდეოს რასაც წერ, ცნობილი არ არის ჯერ კიდევ რომელ ქვეყნებს შეეხო ეს პაუზა, ანუ ეს ეგრეთ წოდებული გათანაბრება ტარიფების უგასრევად. აქ ჩდება კიდევ ჩემი აზრით ის, რომ შესაძლოა უბრალოდ ფედერალურმა სარეზერვო ფონდმა, რომელსაც ბატონი პაუელი ხელმძღვანელობს და რომლის ერთპიროვნულად გადაყენების უფლება არ აქვს და ეს პიროვნება დიდი ხანია უკვე ამ ფედერალურ სარეზერვო ფონდს ხელმძღვანელობს. ეს არის ჯერ კიდევ დემოკრატიული პარტიიდან შემორჩენილი. შესაძლოა რომ აი ამ ორი ადამიანის შეუთანხმოების გამო მოხდა კიდეც ამ პაუზის აღება ამ რიგ ქვეყნებზე, მე გულისხმობ დონალდ ტრამპსა და პაუელს შორის. მაგრამ გამომდინარე იქიდან, როგორი პათოსით საუბრობდა რესპუბლიკელების კონგრესზე, ნუ მე პირადად მგონია, რომ კონკრეტულად შეუთანხმოებისა და ან რამე შიდა პრობლემების მაგივრად უფრო ჩანს ის, რომ ეს ყველაფერი ეს კამპანია წამოიწყო იმიტომ, რომ ქვეყნები დაეყოლიებინა უკეთეს სავაჭრო გარიგებებზე. ნუ ეს იყო და ეს. და ნუ ძირითადი, როგორც წინა ვიდეოში თქვით, ეს არის საწარმოების ამუშავება ამერიკაში. აი კიდე ერთი მაგალითი გეტყვით. იაპონურ ბრენდებზე რო ვისაუბრე, დღეს გავცალდა კიდე ინფორმაცია, რომ Nissan-მაც გადაწყვიტა ამერიკის ტერიტორიაზე ქარხნის შაშენება. გასაგებია ამას მოყვება კიდე სხვა მრავალი ბრენდი, რომელიც შემოვა დაბრუნდება. მე არ ვიცი ხა დეტროიტი დაუბრუნდება თუ არა 60-იან და 70-იან წლების დეტროიტს. ეს არავინ არ იცის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რომ შიდა ბაზარი რომ გამოცოცხლდება ფაქტია. ეხლა პოლიტიკური კუთხით რო შევხედოთ ამას. მოვადეთ. დემოკრატიული პარტია ერთგვარად მიძინებული იყო, არც კი ჩანდნენ, მაგრამ ой საოცრება სად იყო და სად არა გამოჩნდა ბარაკ ობამა. და ბარაკ ობამას გამოჩენა დაემთხვა ზუსტად იმ პროცესებს, როცა ამერიკის ტერიტორიაზე მასობრივად მიმდინარეობდა გაფიცვები, გამოსვლები, მანიფესტაციები, დემონსტრაციები ტრამპის საწინააღმდეგოდ. და რამდენიმე ქალაქში ბარაკ ობამამ ესე ვთქვათ სპიჩი მოაწყო, ანუ სიტყვით გამოვიდა და მოუწოდა საზოგადოებას ძირითადად ახალგაზრდებს, იმიტომ რომ ამ კრიტიკული მასის ბირთვი მაინც სტუდენტები არიან, ახალგაზრდობა და მათ მოუწოდა რომ ამ გამოსვლები და პროტესტებით
დაუპირისპირდნენ ტრამპის საგარეო და საშინაო პოლიტიკას. და ეს იყო ალბათ პირველი ნიშანი იმისა, რომ დემოკრატიული პარტია ალბათ უახლოეს მომავალში განახორციელებს უფრო მკვეთრ ნაბიჯებს. რაში გამოიხატება და როგორ გამოიხატება, ამას დრო გვაჩვენებს. სხვათა შორის დემოკრატიულ პარტიაზე დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელების კონგრესზე განაცხადა, რომ დემოკრატიული პარტია არის ულიდერო და დაშლის პირას. და ეს პარტია აღარ წარმოადგენს საშიშროებას ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და უახლოეს არჩევნებზე მას არანაირი შანსი არ აქვს. შეგახსენებთ, რომ უახლოეს არჩევნები არის 2026-ში, ეს არის კონგრესში გადარჩევა 50%-ის. და ზუსტად აი 2026 წლისთვის დონალდ ტრამპი ცდილობს, რომ ფაქტობრივად გამოასუფთაოს ველი დემოკრატებისაგან. რამდენად გამოუვა, ეგ არავინ იცის, მით უმეტეს როგორც ხედავთ, ძველმა გვარდიამ გაიღვიძა ბარაკ ობამას მეთაურობით. ისე უბადრუკად გამოიყურებოდა დემოკრატიული პარტია, გამომდინარე იქიდან, რომ ისევ რომ ბარაკ ობამას მიადგნენ და ახალი ლიდერი რო არ ყავთ, ეს თავისთავად პრობლემაა, იმიტომ რომ ჯერ მარტო სენატის უმრავლესობაში ჩაკ შუმერი რო იქნება დემოკრატების ლიდერი, ასაკოვანი უკვე ძალგამოცლილი, აღარ ყავთ ნენსი პელოსი, ისიც ასევე 80 წელს გადაშორებული, კამალა ჰარის საერთოდ სათვალოში არ ყავთ, იმიტომ რომ ყოფილა გინდა რა, მის სიტყვას ფასი არ აქვს და მოკლედ არიან ესე ულიდეროდ. კლინტონებიც უკვე მე-20 საუკუნის ხალხია ძირითადში და ერთადერთი ეს უბერებელი ბარაკ ობამა, როგორც მას აშაყირებენ ამერიკულ მედიაში, ჩემი შეფასება არ არის, ეძახიან. და მოკლედ დემოკრატიულ პარტიამ პირველი გაბრძოლება მოუწყო. აქვე გაჟონა ინფორმაცია, რა გაჟონა მედიაში იწერება და რესპუბლიკური, ანუ კონსერვატიულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია და ხმამალაც ამბობენ, გაჟონვა არ ქვია ამას, რომ ამ მიტინგებს კვლავაც ასპონსორებდა ჯორჯ სოროსის ფონდი და ამბობენ, რომ საათში $25 იხდიდნენ. ეს რას ნიშნავს? საათში $25 ეს ის ტარიფია გამომუშავების პერიოდია, ზუსტად 1 საათი $25 დღემდე არის ეს სათვალავე, ანუ ანაზღაურებისა და ეხა 4 საათი რო უსაქმური ადამიანი ხა სადმე იდგეს და იყვიროს, ამ უბრალოდ რომ სტატისტად იყოს, ხა $100 დაუშვათ დღეში, ნამდვილად არ არის ცოტა და ნამდვილად არ არის ცუდი, მით უმეტეს ეხა 3 დღის განმავლობაში დღეს 4 დღეში რომ 3-4 საათი რომ დახო, უკვე რაღაცა ფული არის. მით უმეტეს ახალგაზრდა კაცისთვის. მოკლედ ესეთი ამბებია. ბატონებო და ქალბატონებო, ჩვენი დონალდ ტრამპი ესე იგი როგორ შეიძლება თქვა კორექტულად, მაგრამ უკვე კორექტულობა რა შოშია, როცა უკვე პრეზიდენტი ამბობს, რომ უკანალზე მყოცნიანო, მოკლედ ესე თქვა, სანამ დონალდ ტრამპი აჯაზებს, და ჯერ კიდე აქვს ესეთი შემართების ენერგია, ალბათ სანახავი საყურებელი და განსაჯელი მართლა ბევრი იქნება. და ეს ალბათ მართლა 26 წლამდე არ დასრულდება. და აქვე მინდა თქვა რუსეთ-უკრაინისა და ამერიკელების შუამავლობის ამბავზე. ცოტა ესე თქვა სტენდბაიზე დადგა, ანუ მოლოდინის რეჟიმშია ეს მოლაპარაკება, უკრაინელები ვერ დაიღოლიეს, როგორც გითხარით, ზელენსკიმ ფინანსთა მინისტრის პრეზიდენტი მესამეჯერ გადააგდო, ხელს არ უწერს და აი დღეს გავცელდა ინფორმაცია, რომ მეორე სავარაუდო თავდასხმა, რომელიც უნდა განეხორციელებია სპეციალურ დღეს ახლა დაგავარს კიდე ბანი არ დაედოს ამერიკელმა მოქალაქემ, რომელიც უკრაინასთან აქტიურ კავშირში იყო, აი ხა ჟურნალს ინფორმაციები და უკვე მედიაშიც აშკარად გამოვიდა ნათლად, რომ
ესე იგი იარაღდებოდა უკრაინელების მხრიდან და უნდოდა თვითმფრინავის ჩამოგდება. აქ ხა ბუნებრივი ვარაუდი იქნება, რომ ეს ხომ არ არის ის საპირისპირო ნაბიჯები ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ზელენსკის მიმართ. Იმიტომ რომ ტრამპმა მე მგონი მე ვთქვი ჩემს წინა ვიდეოში, რომ ფაქტობრივად დაემუქრა, რომ თუ ზელენსკი არ წამოვა შეთანხმების ხელმოწერაზე, მას შეექმნება სერიოზული პრობლემები. ასე რომ რახან რუსეთზე ვერ ახდენს ზეწოლას, რაღა უნდა მოახდინოს, რაღა უნდა დაასანქციოს, ან რაღა უნდა შეუზღუდოს და ხა რუსეთთან ჭიდაობა არ არის ადვილი საქმე. და შესაბამისად ცდილობს, რომ უკრაინაზე გაიაროს და თან მით უმეტეს სამჯერ შეთანხმება, წინასწარი შეთანხმება, როცა ჩავარდება, ეს უკვე ბოლო-ბოლო რეპუტაციაზეც მოქმედებს, მეგულისხმობ დონალდ ტრამპის. და აქედან გამომდინარე პაუზა, ვლადიმერ პუტინი კიდე თავის გზას ადგას, ნელი ნაბიჯებით, მაგრამ წინ მიიწევს და ვინც თვალყურს ადევნებს, იცით ალბათ, რომ ყოველი დღე რუსული არმია მიიწევს წინ დნეპრისკენ, კურსკის ოლქი თითქმის განთავისუფლებულია და როგორც ადრე ვთქვი, რუსულ მხარეს არსად არ ეჩქარება. ესე გეგმაზომიერად ნელა-ნელა მიდიან წინ და რაც უფრო მეტ ადგილს და ქალაქს ან დასახლებულ პუნქტს დაიკავებენ, შემდეგ როცა დადგება ეს ჩარჩო ხელშეკრულების მოწერა ან შეთანხმებაზე რაღაცა პირველი ნაბიჯები, უბრალოდ აი იმ დაკავებულ ტერიტორიას დაიმაგრებს. და ეს არის და ეს და თუ ისე გაიწელა დრო, რომ ხერსონს და ოდესასაც მიადგა, არც მაგაზე იქნებიან რუსები უარს. და შესაძლოა ასეც მოხდეს. და მოკლედ ვისაც ეჩქარება ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ უნდა თქვა, ეს არის დონალდ ტრამპი. რუსებს ნამდვილად მოლაპარაკება არ ეჩქარებათ. საკმარისი ტყვია წამალი აქვთ, რესურსიც და მოკლედ თავის საქმეს აკეთებენ. მოკლედ ასეთი ამბებია. რაც შეეხება ტარიფებზე გითხარით და დანარჩენი კიდე მომავალ ვიდეოში უფრო გავშლი ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრას. იქ რაღაც ესეთი ორაზროვანი განცხადებები გააკეთა ერდოღანის მისამართით, რამაც ესეთი რეზონანსი გამოიწვია, რომ ფაქტობრივად ეს ვიდეო მასალა გაქრა და ბეჭდური ინტერვიუს ან ბეჭდური ვარიანტი ამ ინტერვიუს ამ გამონათქვამის ისიც ბევრი მედიიდან ესე ვთქვათ აალაგეს. და ამაზე შემდეგ ვიდეოში, იმიტომ რომ მანამდე კიდე განვითარდება სიტუაცია და ბარემ არგუმენტირებული და რაღაც საფუძვლიანი და ინტერესიანი რო გამოვიდეს, როგორც გითხარით, ამაზე შემდეგში გესაუბრებით. დღეს სულ ეს იყო. დიდი მადლობა რომ მისმინეთ და ჩვენი ქვეყნის ექსპორტიორებს კიდე წარმატებას უსურვებთ და აეთვისებინოთ ამერიკის ბაზარი. დროებით ბედნიერად.